გააყალბეს საშილად უთიფრად, ალბათ ეგეთი არ ვიცი, ეუთოოდერს ეგეთი დასკვნა საქართველოს ისტორიაში არ დაუწერია რა, ისე გააყალბეს ტიპებმა და შერჩათ. პოზიციამ ვერანაირად ვერ მოახერხა ხალხის დარწმუნება, ხმების დაცვა, ხალხის გამოყვანა ქუჩაში. მე თვითონ ჩემ თავში ვამჩნევდი, როდესაც ვიდექი იქ არჩევნების გასაპროტესტებელ მიტინგებზე, როგორ მივარდებოდა მოტივაცია, როდესაც რომელიღაცა ოპოზიციონერი დაიჭერდა რუპორს და დაიწყებდა იქ სადღეგრძელოების ყვირილს, ხო? და მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ შეირგეს და მაინც უცებ დაუპირისპირდნენ აი ამ ყველაზე მთავარ იდეას, რაც აერთიანებს ამ საზოგადოებას. ამას გონია, რომ გია დვალმა აღნიშნა ასევე თქვენ ეთერში ესეთ რეკლამას გიგებთ, რომ ძველი გიჟდები ისეთ სტუმრებზე, რომელსაც ყველა წინა სტუმარი მოსმენილია. უპირისპირდება იდეას, რომელიც აერთიანებს ამ საზოგადოებას 10 წლეულები. ეს არის ის, რომ აი ჩვენ ვართ ევროპული საზოგადოება, დავბრუნდებით შევალთ ამ ევროპულ ოჯახში, რომ უნდა გამოვიყოთ ამ რაღაც სისხლის მსმელ იმპერიას და გვინდა რომ ცივილიზებულ სამყაროს შევერთდეთ და თან ვხედავთ, ხო? ჩემი გერმანელი მეგობრები, რომლებიც იყვნენ აქ პროტესტზე და უყურებდნენ, აი მის შემდეგ რო გვარბევდნენ და რაღაცა შეებიხდებოდა, ჩვენ ვერ ვალაგებდით რუსთაველის გამზეს, მეუბნებოდა თქვენ გიჟი ხო არ ხართ, ანუ რასაკეთებთ საერთოდ რა, ანუ ის მამარდაშვილს აქ ერთ-ერთ თავის ესე ძალიან პოლემიკურ ტექსტში, რომ ევროპა ეს არის სამდეში იდეა რა. ის ევროპის იდეა ჩემგან არ მოდის, ჩემ გერმანელ მეგობრებისგან მოდის, ეს ევროპის იდეა თქვენ უფრო გაქვთ ვიდრე ჩვენ.